ავერსის კლინიკაში კეთდება ურთულესი ოპერაციები, რომლის გაკეთების საშუალებას ჰიბრიდული საოპერაციო იძლევა და რომლის ჩატარებაც არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრ ტექნოლოგიურ მაღალგანვითარებულ ქვეყანაშიც წარმოადგენს სირთულეს. აღსანიშნავია კიდურის შემანარჩუნებელი ცენტრი, რომელიც 10 წელია ფუნქციონირებს. მოხერხდა 2000-ზე მეტი კიდურის შემანარჩუნებელი წარმატებული ოპერაციის შესრულება. კლინიკის გახსნის დღიდან ასევე ერთ-ერთი პირველი განყოფილება, რომელიც გაიხსნა ამ კლინიკაში, ეს იყო სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილება. საზოგადოებაში ცნობილია როგორც ანგიოხირურგია, ბევრ ქვეყანაში ანგიოხირურგიასაც ეძახიან და თავისთავში ეს განყოფილება მოიცავს სისხლძარღვების პათოლოგიების მკურნალობას. ეს არის არტერიების, ვენების და ლიმფური სადინარების მკურნალობა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ პაციენტს თავიდან ავაცილოთ ოპერაცია და ამისათვის გვყავს სისხლძარღვთა მედიცინის თერაპევტები, ასე ვთქვათ, და მათ სწორედ ვეძახით ანგიოლოგებს. მაგრამ როდესაც უძლური არის, ვთქვათ, ტაბლეტოთერაპია, ან სხვა ესეთი კონსერვატული მკურნალობის მეთოდები, ასეთ შემთხვევაში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა. ქირურგიული ჩარევა ბოლო წლებში გაიყო ორ ნაწილად. ერთი არის ღია წესით, ანუ გაჭრით სისხლიანი ოპერაცია და მეორე არის ენდოვასკულური ქირურგია. ალბათ თქვენ გაგიგეთ სტენტის ჩაყენება, ბალონირება სისხლძარღვების და სხვადასხვა მანიპულაციები, ეგრეთ წოდებული უსისხლო მეთოდები. სისხლძარღვთა ქირურგიის სერვისი ასე ასოცირებულია უფრო ხშირად ვენების გაგანიერებასთან და სისხლძარღვების შევიწროებასთან. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ხშირად ეს პაციენტები აკითხავენ სისხლძარღვთა ექიმს. ავერსის კლინიკა მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი და მედიკოსების მუდმივი გადამზადება ხდება. ჩემს თვალსა და ხელს შუა ძალიან დიდი ნაბიჯებით განვითარდა სისხლძარღვთა ქირურგია. სულ რაღაც 10-15 20 წლის წინ, როდესაც თითქმის მხოლოდ ღია წესით ვაკეთებთ ოპერაციებს, ეხლა 80-90% ვაკეთებთ უსისხლო მეთოდებით. რასაც ქვია ენდოვასკულარული ქირურგია. ავერსის კლინიკაში გვაქვს განსაკუთრებული პირობები შექმნილი ამ დარგის სპეციალისტებს. გვაქვს ჰიბრიდული საოპერაციო, სადაც შეგვიძლია როგორც ერთი მეთოდით, ასევე მეორე მეთოდით გავუკეთოთ პაციენტს ოპერაცია და ბოლო წლების მონაპოვარი ჩემი დარგის ეს არის ჰიბრიდული ოპერაცია, რომელიც წარმოადგენს კომბინაციას აი ამ ორი მეთოდის. ანუ ნაწილი ოპერაციის აკეთდება ღია წესით და ნაწილი აი ეს უსისხლო მეთოდით, ანუ სტენტირება ვთქვათ ერთ-ერთი მათგანი. ქირურგიის მეთოდები ამარტივებს გაუტკივარებას და ამცირებს საწოლ დღეს. ვინაიდან პაციენტს ღია ჭრილობა არ აქვს ამ ჩარევების შემდგომ, ხო, ხშირად იმავე დღეს, მაქსიმუმ მეორე-მესამე დღეს უკვე სახლში მიდის და ვინაიდან ჭრილობა არ აქვს, აქტიურია, შეუძლია სამსახურს მალევე დაუბრუნდეს და ყველანაირად გამარტივებულია მისი პოსტოპერაციული ცხოვრება. ჩვენი კლინიკის ხელმძღვანელობა ყოველთვის ცდილობს, რომ დანერგოს ახალი მეთოდები, ყველა აპარატი, რომელიც დღეს მუშაობს ჩვენს კლინიკაში, არის ბოლო გამოშვება. მუდმივად მიდის ჩვენი ექიმების, ასე ვთქვათ, დააპდეითება, ვცდილობთ, რომ არ ჩამოვრჩეთ მსოფლიო განვითარებას. მსოფლიო რუკაზე გამოჩნდა ავერსის კლინიკა. ავერსის კლინიკის მსოფლიო რუკაზე გამოჩენა დასტურია იმისა, რომ უცხოელი რეზიდენტები ჩამოდიან კლინიკაში და სწავლობენ სხვადასხვა მიმართულებით. ავერსის კლინიკაში 100-ზე მეტი რეზიდენტი იღებს განათლებას. ამჯერად კლინიკას 4 რუმინელი სტუდენტი სტუმრობს. ჩვენ ვიმყოფებით კლინიკაში, რომელიც თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურით გამოირჩევა. აქ მყოფი კლინიკის სამედიცინო პერსონალი ძალიან კეთილგანწყობილია ჩვენს მიმართ. ისინი ახალ ტექნოლოგიებთან მუშაობაში გვეხმარებიან. ჩვენს კლინიკასა და ავერსის კლინიკას შორის
წარმატებული კოლაბორაცია შედგა. ჩვენ აქ ბევრი რამ ვისწავლეთ და გავიუმჯობესეთ ჩვენი კვალიფიკაცია სისძარღვოვან ქირურგიაში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ექიმების კეთილგანწყობა, რადგან მათ შეგვიძლია ნებისმიერი კითხვა დაუსვათ და ამომწურავი პასუხიც მივიღოთ. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ ჩამოვედით საქართველოში და გვაქვს შესაძლებლობა კვალიფიკაცია ავიმაღლოთ ავერსის კლინიკაში. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ასეთ თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურ საოპერაციოში მუშაობა. ავერსის კლინიკა რა თქმა უნდა მომავალშიც გააგრძელებს სხვა ქვეყნიდან რეზიდენტების მიღებას და მათ კვალიფიკაციის ამაღლებას.